მოგესალმებით მეგობრებო და დღეს მინდა ყბადაღებულ ომის თემასთან დაკავშირებით ვისაუბრო კონკრეტულად იმასთან დაკავშირებით თუ რატომ მჯერა ქართული ოცნების იმ განცხადების როცა იძახიან რომ ევროპელები გვაიძულებდნენ რომ საქართველოსთან გახსნილიყო მეორე ფრონტი ამის მე ყოველთვის მჯეროდა და ეხლა შევეცდები მოკლედ ავხსნა თუ რატომ მჯერა ამის და რატომ ვარ დარწმუნებული იმაში რომ ევროპელები ყველა ღონეს ხმარობენ იმისათვის რომ საქართველოს ჩაითრიონ რუსეთის წინააღმდეგ ომში თუ დავაკვირდებით ევროპელების განცხადებას იმასთან დაკავშირებით რომ რუსეთი არის გაძლიერებული ამ ომის შემდეგ და 2030 წელს იმდენად ძლიერი იქნება რომ ევროკავშირს დაესხმება თავს აი მარტო ეს ერთი განცხადებაა საკმარისი იმისათვის რომ ჯეროდეს ის ამბავი რომ საქართველოს ემეტებათ რუსეთისთვის საჯიჯგნად და დიდი სურვილი აქვს იმისა რომ საქართველოსთან რუსეთის წინააღმდეგ გაიხსნას მეორე ფრონტი. ყველანაირი ლოგიკით აწყობთ ეს ევროპელებს. ასევე თუ დავაკვირდებით იმას რომ ევროპელები ყველაფერს შვებიან იმისათვის რომ უკრაინაში მშვიდობა არ დაისადგუროს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ომი გაგრძელდეს ესაც რა თქმა უნდა მეტყველებს იმაზე რომ ევროპელებს დიდი სურვილი აქვთ იმისა რომ უკრაინის გარდა კიდევ მეორე ფრონტი გაიხსნას რუსეთის წინააღმდეგ და ამისთვის ამორჩეული აქვთ საქართველოს სახელმწიფო. ევროპელები უკრაინელების სიცოცხლის ხარჯზე იხანგრძლივებენ თავიანთ უსაფრთხოებას და დროს იგებენ რომ უკეთესად მოემზადონ და მეტით რო ქონდეთ იმისათვის რომ უზრუნველყონ საკუთარი უსაფრთხოება. ასევე თუ გავითვალისწინებთ იმას რომ საქართველოს საკმაოდ ომის თვალსაზრისით საკმაოდ რთული რელიეფით გამოირჩევა და საქართველოს რელიეფიდან და ადგილმდებარეობიდან გამომდინარე რუსეთს ძალიან გაუჭირდებოდა საქართველოში ომი და ეს ომი არ დამთავრდებოდა არც 2 დღეში და არც 2 წელიწადში. რა თქმა უნდა ეს იქნებოდა რუსეთისთვის სერიოზული თავისტკივილი და კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებდნენ რუსებს ამით ევროპელები და მეტ რესურსს დაახარჯინებდნენ რუსებს. ასევე საქართველოს მეტად მომგებიანი არის ევროპისთვის ომის თვალსაზრისით რუსეთის წინააღმდეგ იმ გაგებით რომ საქართველოში შემოყრიდნენ დაქირავებულ მებრძოლებს აქ ომი გაგრძელდებოდა წლები და ყველაფერს იზავდნენ იმისათვის რომ საქართველოსთან ჩრდილო კავკასიას გადასდებოდა ეს ომი ხოლო შემდეგ სრულიად ვოლგისპირეთს მოედებოდა ეს ომი და რუსეთისთვის ეს იქნებოდა პირდაპირ დამანგრეველი და სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენებდა რუსეთის სახელმწიფოს. გეოგრაფიული თვალსაზრისით უკრაინაზე უფრო მომგებიანი საქართველოს არის ევროპელებისთვის რუსეთისთვის ფრონტის თვალსაზრისით რუსეთის წინააღმდეგ. ასე რომ ძალიან მარტივია პირდაპირ ხელის გულზე დევს ეს ყველაფერი რასაც მე ვლაპარაკობ და ძალიან მარტივია ამის დანახვა და პირდაპირ თუ ქართული ოცნების სიძულვით არ ხარ ადამიანი დაბრმავებული ძალიან მარტივი დასანახია ეს ყველაფერი და ეს არც რაღაცა საიდუმლო არ არის და არც რაღაცა ვინმეს მოლანდებები და არც შეთქმულების თეორია არ არის ეს არის ჩვეულებრივი ფაქტი ამაში რამე ისეთი უცნაური არაფერი არ არის თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ევროპელები მოქმედებენ საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე და პირველ რიგში ფიქრობენ საკუთარ ინტერესებზე და საკუთარ
უსაფრთხოებაზე არაფერი გასაკვირი ამ აქედან გამომდინარე არ არის იმაში, რომ სურვილი ჰქონდეთ, რომ საქართველოს შეუგდონ რუსეთს ხახაში. რაც შეეხება იმას, რომ ევროპელებს ჩვენ უყვარვართ და გვიფრთხილდებიან და არ გაგვიმეტებენ ომისთვის, ეს რა თქმა უნდა მიამიტური დამოკიდებულებაა. უკრაინა, რომელიც ესაზღვრება პირდაპირ ევროკავშირს, უკრაინა არ დაინდეს და გაიმეტეს რუსეთთან ომისთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ დაესუსტებინათ რუსეთი და უკრაინელების სიცოცხლის და უკრაინის სახელმწიფოს ხარჯზე ამ ადამიანებს უზრუნველყოთ თავიანთი სახელმწიფოების უსაფრთხოება. ასე რომ ყველანაირი ლოგიკით ევროპასაც და უკრაინის სახელმწიფოსაც რა თქმა უნდა აწყობდათ და დღესაც აწყობთ ის, რომ საქართველოსთან რუსეთს გაუხსნან მეორე ფრონტი და ამას რა თქმა უნდა მცდელობებს არ დააკლებენ და თავის მხრივ ყველაფერს იზავენ ევროპელები იმისათვის, რომ საქართველოში გამოიწვიონ არეულობა, მოიყვანონ თავიანთი აგენტურა, ზუსტად ისე როგორც უკრაინაში მოიყვანეს თავიანთი აგენტები და აკეთებინებენ ყველაფერს, რაც აწყობს ევროპელებს და დასავლეთ პოლიტიკოსებს ზოგადად, იგივეს ცდილობენ საქართველოში და არ დააკლებენ მცდელობას იმისას, რომ საქართველოშიც მოიყვანონ თავიანთი აგენტურა, ის ადამიანები, რომლებიც ყველა დავალებას შეუსრულებენ თავიანთ პატრონებს და ამის ხარჯზე, როგორც უკვე აღვნიშნე, ევროპა მოიგებს დროს და რუსეთი მეტად დასუსტდება ამით და სერიოზული თავის ტკივილი იქნება რუსეთისთვის საქართველოსთან ომი. მართალია ქვას-ქვაზე არ დატოვებს, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, შემოყრიან საქართველოში დაქირავებულ მებრძოლებს და ჩვენი რელიეფიდან გამომდინარე ძალიან გაუჭირდება რუსეთს საქართველოში ომი და ძალიან ბევრი რესურსი და ადამიანური რესურსი თუ ისე შეიარაღების თვალსაზრისით რესურსი დასჭირდება რუსეთს, რომ საქართველოს ფრონტს გაუმკლავდეს ასეთ შემთხვევაში. ასე რომ იმ ადამიანებს, ვისაც ამ ამბის არ სჯერა და ვისაც იმის სჯერა, რომ ევროპელებს ძალიან უყვარვართ და ევროპელებს არ აწყობთ ის, რომ საქართველოსთან მეორე ფრონტი გაიხსნას რუსეთის წინააღმდეგ, აი ამ ადამიანებს ვთხოვდი, რომ მე ამ ვიდეოთი შევეცადე ამეხსნა თუ რატომ აწყობს ევროპას საქართველოსთან რუსეთის წინააღმდეგ ფრონტის გახსნა. თუ ვინმე სამი საპირისპირო საწინააღმდეგო არგუმენტი გაგაჩნიათ, ამ ადამიანებს გთხოვდით, რომ აი მითხარით, რა ლოგიკით არ უნდა აწყობდეს, რა ლოგიკით არ აწყობს ევროპას საქართველოსთან რუსეთის წინააღმდეგ ფრონტის გახსნა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველანაირი ლოგიკით ეს ევროპისთვის იქნებოდა მომგებიანი. ხოლო თუ ამის საწინააღმდეგო არგუმენტი ვინმეს გაგაჩნიათ, არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა აწყობდეს ევროპას საქართველოსთან რუსეთის წინააღმდეგ ფრონტის გახსნა, სიამოვნებით მოვისმენდი ამ არგუმენტს და კიდევ ერთს დავამატებდი. სულ ვიძახი, რომ მატყუარები არიან აი ეს ევროპელი ნაძირალა პოლიტიკოსები, რომლებიც დაეთრევიან ხშირ-ხშირად საქართველოში და რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ ხშირად განცხადებებს აკეთებენ, საქართველოს ინტერესების საზიანო განცხადებებს. ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი მატყუარა ადამიანები და ამის დამადასტურებელია ის, რომ 3 წლის წინ, როცა უკრაინაში ომი დაიწყო, აი ეს ნაძირალები ამტკიცებდნენ იმას, რომ რუსეთს არ ქონდა ომის რესურსი, ამტკიცებდნენ, რომ აი დღეს თუ არა ხვალ რუსეთი ჩამოიშლებოდა, რუსეთის ეკონომიკა რო იყო განადგურებული, რომ რუსეთს არ ქონდა არც სათანადო შეიარაღება, არც ადამიანური რესურსი იმისა, რომ უკრაინაში რამე წარმატებისთვის მიეღწია და პირიქით წარმატება კი არა,
ამტკიცებდნენ, რომ რუსეთი ინგრევოდა, იშლებოდა და ნადგურდებოდა. ხოლო 3 წლის თავზე ვხედავთ, რომ ეს ადამიანები გამოდიან და საერთოდ საპირისპირო განცხადებებს ავრცელებენ და იძახიან იმას, რომ რუსეთი თურმე კი არ ნადგურდება, თურმე რუსეთი ამ ომის შედეგად იმდენად გაძლიერდა, რომ 2030 წლისთვის მზად იქნება, რომ ევროპას დაესხას თავს, ევროკავშირს. აი ეს არის ევროპელების ნამდვილი სახე და სულ ვიძახდი და ყოველთვის ვიტყვი, რომ ეს ნაძირალები პირველ რიგში მოქმედებენ თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე და თავიანთ ინტერესებს ანაცვალებენ არამხოლოდ უკრაინას და არამხოლოდ საქართველოს, ყველას და ყველაფერს. მათთვის და ეს ლოგიკურიც არის და არ ვიცი, ჩვენი ხელისუფლებაც ასე უნდა იყოს და ყველა ნორმალური ხელისუფლება ჯერ ფიქრობს თავისი სახელმწიფოს ინტერესზე და მერე სხვის ინტერესზე. ასევე მოქმედებენ ევროპელებიც უბრალოდ ბინძურად თამაშობენ ეს ადამიანები და როგორც უკვე აღნიშნე, სხვისი უკრაინელების სიცოცხლის ხარჯზე და უკრაინის სახელმწიფოს ხარჯზე იხანგრძლივებენ თავიანთ უსაფრთხოებას. და იგივესთვის ემეტებათ საქართველოს. მე ამაში ვარ დარწმუნებული და ყველა ლოგიკით ეს ასია. ასე რომ ეს არის რისი თქმაც მინდოდა აი ამ ყბადაღებულ ომის თემასთან დაკავშირებით და როგორც უკვე აღნიშნე, თუ კი ვინმეს გაქვთ არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა აწყობდეს ევროპას საქართველოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ფრონტის გახსნა, სიამოვნებით მოვისმენდი ასეთ არგუმენტს.